ფილმი გადაღებულია რეალური ფაქტების მიხედვით. კონდორის საქმე. Am ერთი საათის წინ აღმოაჩინეს მუშებმა საძირკვლის გათხრის დროს. გამოკითხეთ? ვინ? გვამი? გვამი არა მუშები. ვინ? მუშების და იმ ფილმის მენეჯერის, რომელიც მშენებლობას აწარმოებს. მარა? საინტერესო არაფერია. რამდენი დღეა სამუშაოები დაიწყეს? 5. ამ სეზონისთვის ცოტა თვალდაცვია. დასაცმელი ხომ არ გიპოვიათ? ნაპოვნი არაფერია. ასე მდგომარეობაში ნახეს მუშები. კარგი. ოქმი შეადგინეთ? რა თქმა უნდა. ოქმის შედგენა ვინ გასწავლათ? ბატონო ლაშა. ბატონო ლაშა. ცოლმა. მეტი მოგეთხოვებათ, ბატონო ლაშა. საკუთარი ქმარის გარდა ვერავინ ნახე, შენიშნა რომ იგეცა. ქალბატონო? ეკა. ქალბატონო ეკა. სხვათა შორის, გვამებზე მე დროს ქმართან რომ ატარებდი უკეთესი იქნება. კარგი, ვეცდებით დღეს მალე მოვიდე. თავისუფლად. მერე, სად არის ანაკამი? ვინ ახალი? ასე ქვია ახალი. ახალი და გამოუცდელი კრიმინალისტი ვის რა შეჭირდება? არ ვიცი, რაც გინდათ ის უკეთეთ. არ ვიცი. კარგი. წავიდე. ხოცროთ. თქვენო თქვით არ მჭირდება. ეს თქვენ ხართ? დიახ. კესო. კესო ბედია. ეს ჩემი პირველი სამუშაო დღე. ილოცავთ. მოახდინეთ გვამის კვანძური გადაღება. კარგით. გამური ვაკების მიხედვით თუ იმშელებთ, პიროვნება დაახლოებით 1 კვირის გარდაცვლილი უნდა იყოს.
ო, ბატონო ლეიტენანტო. ნახევარი საათი დაგვიანეთ. ერთად გეთანხმებით ბატონო მაიორო. მე სულ რაღაც 30 წუთით შევყონდი. მე ერთი დაგი ვერ არის. გამარჯობა. დაგასვლა. ჩემი ნათქვამი საყდურივით არ ჟღერს. კარგი ხო რა მოხდა? გუშინ პარასკევი იყო და გავერთე. არ მოქვს ამის უფლება? გართობის უფლება გაქვს. როგორ არა გაქვს? დაგვიანების უფლება არა გაქვს. რამე გამოვტოვე? დაჯილდოება. სულ გამოვშტერდი. ისე დაკვირვებული ვარ, ყოველი პარასკევის შემდეგ შტერდები ხოლმე. მოდი, მოდი. გუშინ მეგობრის დაბადების დღე იყო, დილისკენ დავიშალეთ და მე კითხე გუშინ ვისი დაბადების დღე იყო. არა, აბა პატაკს რატომ აბარებ? რა ვიცი ყოველი შემთხვევისთვის თქვი მაინც. ხო მართლა, გილოცავ. ბატონო პოლკოვნიკო. გმადლობთ, ბატონო ლეიტენანტო. რა ხდება ხომ მშვიდობა? შენ რა ხუმრო? არა მართლა. გარდაცვლილი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია. მიწაში იპოვეს ჩამარხული შემთხვევით. პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღინიშნება. მოწამულია? შეიძლება. ზე ქართულს არ გავს. შეიძლება უცხოელიც იყოს. სხვა? სხვა ოჯახში კარგად ვართ, მადლობთ. არა, სხვა არაფერი ვიცით. მე თუ რამე გამოგჩა საღამოს პატრულს უყურე და გაიგებ. გაკვეთი შედეგები როდის გვექნება? მალე. ესო, დარწმუნებული ხარ, ეს არ გჭირდება? არა, მადლობ. რა ვიცი, მაინც სპეციფიური სუნია. არ არის პრობლემა. კარგი. გამარჯობა, ნოე. დილა მშვიდობის. გვაქვს რამე ახალი? არაფერი. როგორც ივარაუდეთ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის კვალი აღმოჩენილი არ არის. თუმცა, გაკვეთამდე სრული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია. თითის ანაბეჭდები ავიღეთ ჩვენ. კი ბატონო. ის რა არის? რა? ეს მე შევამჩნიე, იცით. დიდი ხნის წინანდელია. სიკვდილთან რაიმე კავშირი არ უნდა კონდეს. შეიძლება სიკვდილთან არა, მაგრამ დამეხმარეთ გთხოვთ. კი ბატონო. მაგრამ შეიძლება პიროვნების იდენტიფიკაციაში დაგვეხმაროს. პირველი გვამია. როგორ მიხდი? ისე იქცევა თითქოს პირველი არ არის. საბა როგორ არის საქმე? ანაბეჭდები მონაცემთა ბაზაში შევიყვანე, პასუხს ველოდებ. და პასუხი რამდენ ხანში იქნება? არ ვიცი, შეიძლება 1 საათში, შეიძლება 5-ში, შეიძლება მთელი დღე დამჭირდეს, მოკლედ როგორც ყოველთვის. ძალიან კარგი.
უკაცრავად. ქალბატონ კესარიას ვეძებ. დიახ, მე გახლავართ. მაგაკიშენი. რა ბრძანეთ? არაფერი. დეტექტივი გიორგი დადაშვილი. სასიამოვნო. ჩემთვისაც. ახალი ხარ? ბატონო, არა, უბრალოდ აქ პირველად ხედავ და დღეს ნაპონ გვამთან დაკავშირებით რამე ახალი ხომ არ გაქვს? აი, ეს რა არის? ეს თავიდან დამწრობის ნაკვალევი მეგონა. მე როცა აღვადგინა, მივიღე რაღაც სვირინგი, რომელიც გარდაცვალს მხარზე ჰქონდა. მე რატომღაც მოცილება გადაწყვიტა და წაიშალა. შენ და რა უბნელი ხარ? რა? არაფერი. დაივიწყე. რომ ვიცოდე ეს რა სიმბოლოა, ან რას ნიშნავს საერთოდ. ეს ვერცხლის გვიმრაა. ახალი ზელანდიის სიმბოლოა. ანუ გარდაცვლილი ან ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების ფანი იყო, ან და უბრალოდ ზელანდიის მოქალაქე. დარწმუნებული ხარ? აბსოლუტურად. საღამოს რას აკეთებ? ავიცი არაფერს. სახლში მივდივარ. და მეწაგიყვან. მოკლედ ასე. ბოლო 6 თვის მონაცემებით საქართველოში ახალი ზელანდიის 23 მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს. სასწრაფოდ გადაამოწმეთ ამ 23 ადამიანიდან, ვინ დატოვა საქართველო და ვინ იმყოფება ქვეყნის ტერიტორიაზე. გადაამოწმეთ წასულებიდან, ვინ როდის გადაკვეთა საზღვარი. მაგაზე ვიმუშაობთ. როგორც კი რამე გაერგვა, მითხარი. რა თქმა უნდა. თავარია რაღაცა ხელმოსაჭედი მაინც გამოჩნდა ამ საქმეში. თორე ერთად გისტკებინეთ. ის ჩვენი ახალი კრიმინალისტი ჩვენი გოგო გამოდგა და ძალიან მანდუმებულია. მე ერთი რამე არ მესმის. კაცმა თუ სვირინგი გაიკეთა. მე რატომ უნდა მომდის იმის წაშლა? მაგის მილიონი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. აღარ მოწონდა, მობეზრდა, შეხედულებები შეიცვალა, თანამდებობაზე დანიშნეს და იმის გაუფრთხილდა. და ბოლოს შეიძლება ცოლს აღარ მოეწონა და წაშლა მოსთხოვა. აი ბოლო ვერსია, მეგონი ყველაზე დამაჯერებდა ჟღერს. ოღარა? რატომ? მე ცოლი რომ მოიყვანა იმ პერიოდში წვერს ვატარებდი. რატო? ჩემს ხოს მოწონდა და იმითო. მე თმაც მომაშვებინა. მე ყველაფერს მომაყოლებ. შენ ზელანდიის მოქალაქეების იდენტიფიკაცია დაიწყე. როგორც კი ამის გაარგო, გამაგებინე. დავით. კარგი. დეტექტივი ეკამაჩაბელი. ლალი. გისმენთ ქალბატონო ლალი? დამშვიდით ქალბატონო. მე ყველანაირად ვეცდები დაგეხმაროთ. ძალიან გვიანია. რას გულისხმობთ? მშენებლობაზე ნაპოვნი მამაკაცი. დიახ. ჩემი ქმარი. პიტერ კონდორია.
სად ხართ? პიტერია. ძალიან მწუხვარ. დაახლოებით 1 წლის წინ წავედი ახალ ზელანდიაში სამუშაოდ. და იქ გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი, პიტერ კონდორი. კონდორი ეს მისი ნამდვილი გვარი იყო? მისი ნამდვილი გვარი კონდრაშოვია. საქართველოში რა მიზნით ჩამოხვედით? პიტერი მეღვინე იყო. და საქართველოზე ძალიან ბევრი რამე იცოდა. ყოველთვის უნდოდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ სულ რაღაც უშლიდა ხელს. ცოლად რომ მომიყვანა, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ. ჩვენ ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტი რამის გაგება უნდოდა. მაგრამ იცით, რაც თავარია, მართლმადიდებლად უნდოდა მონათლულიყო. ბოლოს როდის ნახეთ თქვენი ქმარი? ზუსტად 10 დღის წინ. ძველ თბილისში ვსეირნოვდით. პიტერს ძალიან მოეწონა იქაური ხედები და ფოტოებს უღებდა. ფოტოგრაფია მისი ჰობი იყო. მითხრა, ფეხით გავემრი, სურათებს გადავიღე და სასტუმროში მეცნო დაბრუნდები. მეცხელი აღარ შეუშალი და წამოვედი. აი მას მე პიტერი აღარ მინახავს. მოიტაცეს? რა ვიცი ვნახოთ. ცოტა რომ შეგვიანდა დაურეკე. მაგრამ ტელეფონი გამორთული დამხვდა. არა გამიკვირდა ტელეფონს არასოდეს თიშავდა. თელად შემეშინდა. მერე მოგვიანებით. პიტერის ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვინ იყო? ვიღაც კაცი რეკავდა. მითხრა რომ ჩემი ქმარი გადაცებულია და გამოსასყიდის სახით $200,000 ვარ გადავიხდიდი. მოკლავდნენ. პოლიციას რატომ არ მიმართეთ? ამიგრძალეს. კატეგორიულად ამიგრძალეს. მითხრეს რომ თუ პოლიციას დაუკავშირდებოდა, ფულს აღარ დაელოდებოდნენ და იმ წუთშივე მოკლავდნენ. 2 დღეა კავშირზე აღარ გამოსულა. უკვე ვაპირებდი თქვენთან მოსვლას. და დღეს ეს სიუჟეტი რომ ვნახე ტელევიზიით. ყველაფერი ნათელი გახდა. ვინმე ზაიჭი ხომ არ მაქვს? არა. არა ვიცი. ქალბატონო ლალი, გამტაცებლებს ფულის გადახდას დაბერდით? ის სხვა რა გზა მქონდა. ვუთხარი რომ ცოტა დრო მოეცა და ფულს აუცილებლად შევაგროვებდი. პიტერის მეგობრებსაც დაუკავშირდი. დახმარებას შემპირდნენ. მაგრამ ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. ჩამოსვლის შემდეგ ვისთან გქონდათ კონტაქტი თქვენ და თქვენს მეუღლეს? ან საერთოდ ვინ იცოდა თქვენი ჩამოსვლის შესახებ? ერთადერთი ვინც იცოდა ჩემი ჩამოსვლის შესახებ ეს იყო ჩემი ახლო მეგობარი. თქვენს მეგობარს რა ქვია? ხათუნა. ხათუნა ჩარგეიშვილი. გაიგეცა ცხოვრობს
გისმენთ ყმაწვილებო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო. პოლიციის დეტექტივები ჯანელიძე და ტატიშვილი. ხათუნა ჩარგეიშვილი. აქ ცხოვრობს? ნამდვილად აქ ცხოვრობს კი. შეიძლება გავესაუბროთ. ხათუნა სახში არ არის დერიკო. თქვენ ვიბრძანდებით. ჩვენ პოლიციიდან გახლავართ ქალბატონო, რამდენიმე შეკითხვის დასმა გვინდოდა. შემოგწადეთ, შემოგწადეთ. მადლობთ ქალბატონო. ჩვენ ხათუნას მეგობრის লাლის შესახებ გვინდა და გვეკითხა თქვენი შვილისთვის. ახლა დიახ, ხათუნას დიდი ხნის მეგობარი არის. არაჩვეულებრივი გოგოა. ამ ორი კვირის წინ ჩამოვიდა ახალ ზელანდიიდან. ხო, აი ეს სუვენირი ჩამომიტანა. მაგრამ რა გინდათ რა, ჩემმა კატებმა სულ გამიფუჭეს. აი ეხლავე გაგაცნობთ. ვის? კატებს. ორი მკას. ერთ ქსერქსე ქვია, მეორეს ლეონიდე. ვისო? ქალბატონო, ნუ შეწუხდებით. ჩვენ სხვა რამე უფრო გაინტერესებს. ესე იგი ლალი თქვენთან იყო. რა თქმა უნდა, ლალიც იყო და მისი მეუღლეც. ქალბატონო, ხო არ გაიხსენებდით, როდის იყვნენ? ასე ორი კვირის წინ. ისეთი კარგი დრო ვატარეთ. ეხლა აღარც კი ვიცი, როდის უნდა ხა. ისე გული დამწყდა, ისე უცბად წავიდნენ. ვინ წავიდნენ? ლალი. 2-3 დღის წინ მოვიდა ჩვენთან და დაგვემშვიდობა. ეხლა უკვე იქ იქნება, იქ ახალ ზელანდიაში. ой, ხათუნაც მოვიდა. ბრავო. თქვა რამე საინტერესო ლალის მეგობარმა? ლალის მეგობარმა არა. აი ლალის მეგობრის დედამ. კი. ესე იგი ხათუნას დედაც ხავს? ხო, ხლა მამა ხმარ გააჩენდა. ლოგიკურია. და რომ იცოდეთ როგორი ქალი ეს ქალბატონი ოლღა. მოიცადა რა თქვა ხათუნას დედამ. მოკლედ ქალბატონმა ოლღამ დაადასტურა რომ დედალ მამალი კონდორი. მოიცა, სერიოზულად. სერიოზულად. ლალი და პიტერი მართლა იყვნენ ორი კვირის წინ მათთან სტუმრად. მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი ეს არის რომ 2-3 დღის წინ ლალი მათ კიდევ ერთხელ ესტუმრა და დაემშვიდობა. დაემშვიდობა? დიახ, საქართველოსთან აპირებდა წასვლას, ასე რომ ხათუნაც და დედამისიც ფიქრობენ რომ ლალი უკვე ახალ ზელანდიაშია. კი. საქართველოსთან წასვლას მართლა ვაპირებ. რატომ? შემეშინდა ეგა. ძალიან შემეშინდა. ისი შეგეშინდათ ქალბატონო ლალი. იმის რომ ეს ყაჩაღები მეც მომიტაცებდნენ. ან იმის გამო რომ გამოსასყიდი დროულად ვერ გადავიხადე, ანგაჟის გამისწორებდი. გარეთ ვერ გავსულვარ. ყველა გამტაცებელი მეგონა. ყველა ეჭვის თვალით უყურებდი. როგორია ყოველი მხრიდან ხიფაცებოდები. წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იქნებოდეთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა საშინელებაა, როდესაც ასე მარტო ხარ, ასეთი დაუცველი. და იგივე არავინ არ არის შენი დამხმარე. ქალბატონო ლალი. ჩვენთვის რომ მოგემართათ, ჩვენ დაგეხმარებოდით. ეკა. ხომ გითხარით რომ ძალიან დაბნეული ვიყავ, ძალიან დაძგუნული. თან მაინც იმედი მქონდა რომ ყველაფერი ესე არ დამთავრდებოდა. სამწუხაროდ შეცდით. ერთი ჩემო. ასეთი ცუდი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში არ მქონია. ეჭვიც არ მეყარია. მაშ ასე. გაკვეთამ დაადგინა რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია. ანუ გაიგოდა. და რაც საშინელი ტანჯვით. მოიცა ვერ გავიგე. მეც ვერ მივხვდი თავიდან სანამ თავი არ გადაუპარზე. და აი აქ ბლაგვის საგნის კვალი არ აღმოვაჩინე, ნახეთ. რა შეიძლება ჩაერთოთ? ვიცი, ყველაფერი რაც ბლაგვია. ესე იგი გამოდის ჯერ თავში ჩაარტყეს, გათიშეს და მერე ცოცხლად დამარხეს. სავარაუდოდ.
ნეტავის რა დაუშავა ასეთი. ასე რომ გაიმეტეს. იქნებ შურის ძიება. არა, გამორიცხული არაფერია. მაგრამ ეხლა ერთადერთი რეალური ვერსია გვაქვს გადაცება. რას ისასტიკი? რას უშვება ხალხი ერთმანეთს ფულის გულისთვის? არა, ეს ცოცხლად დამარხვა რა უბედურებაა ერთი გამაგებინით. თუ ადამიანის მოკლა გინდა აიღე ლანცეტი და უსვის აძილი არტერიაზე და ეგ არის. მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ყველსაც ხომ უნდა კონდეს ჰუმანიზმის შეგრძნება მსხვერპლის მიმართ. ნახომდის. ხო მართლა გილოცავთ დაწინაურებას ბატონო ზურაბ. მადლობთ. კარგი. მოდი ახლა შევაჯამოთ ის რაც ვიცით. ეკა? ჯერ არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ლალი წასვლასთან დაკავშირებით რაღაცას მალავს. ჩვენ რომ შემთხვევით არ გაგვეგოთ, თვითონ სიტყვაც არ დასცენია წასვლაზე. ესე იგი გავიგეთ ის, რაც არ უნდოდა რომ გაგვება, ეს უკვე კარგია. საბა? ქალაქში დამონტაჟებული კამერებით ვიდეო მასალა გადავამოწმე. იმ ადგილას, სადაც ლალის თქმით მისი მეუღლე გაიტაცეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საეჭვო არაფერი მომხდარა. გიორგი. დღეს კიდევ ერთხელ დავათვალიერე დანაშაულის ადგილი. გავესაუბრე მუშებს, დაცვის თანამშრომლებს. სამსხოროდ საეჭვო არავის არაფერი შეუნიშნავს. ესე იგი, ბევრი ერთ არაფერი ვცოდნია. ხო მართლა. ლალი კონდორის სატელეფონო ზარები თუ გადაამოწმეთ. გადავამოწმე. დროის სიმონაკვეთში, რომელსაც ის მიუთითებს, მართლაც რამოდენიმე ზარია შემოსული მისი ქმრის ტელეფონიდან. მე მგონი კიდევ ერთხელ უნდა დაველაპარაკო ლალის. ჯერჯერობით მასზე კარგი ინფორმატორი ჩვენ არ გვყავს. ეკა. შემაშინე. სახში რატომ არ მიდიხარ? არა, ჯერ ვერ წავალ, ძალიან ბევრი საქმეა. ეხლა შენ წადი, დაისვენე. ხვალ გააგრძელე, კარგი? ესე ჩემი რატო გიკვირს? შენ ყოველთვის გვიანობამდე აქ არ ხარ? ჩემგან განსხვავებით შენ ოჯახი გყავს. როგორ არ მოგვეს და ყოველ საღამოს ერთი და იგივე გამაგებინე ერთი. ხო, აი ასეთი სამსახური მაქვს, გვიანობამდე მისცეს მუშაობა, რა ხმა ახლა? დედა დავიფიცო. კარგი რა. დედას კეთილი მართლა სამსახურში გზირა ახლა. ეგარ. ბავშვები როგორ არის? უგაი ხო ვაჯიშზე. კატორო ყავდა ეკეთან. ტატა? ძინავს? ბაბიცის გვია. დედა ჩემი როგორ არის? ახლა. კაი. ბალე მოხმა. კაკოცო? კოც. ხონაირა. ცირაზე უკვე. ხო მე მალე მოვჩები. სახში მოვა. ჩაის დავლა. მე ვიღაცას მო. არ დავდო. აკა ხართ? ძალიან კარგი. შენ ხო წახვედი? მე წავედი. წავედი. მაგრამ დავბრუნდი. ეკა შენი ქმარი სპაიდერმენია. მაგის საქმეულად დაბრუნდი. დილამდე მოვიწმენდი აკაკი როგორმე. თლაც მაგის საქმეවත් არა. აი ეს ნახე. ეგრე არის. ამ დოკუმენტში წერია რომ 10 დღის წინ ღამის 3 საათზე კოჯრის გზაზე არასწორი მანევრირებისთვის პატრულმა გააჩერა შავი მერსედესი და მძღოლი ქალბატონი სოთაშორის დააჯარიმა. მერე? მანქანა რეგისტრირებულია მოქალაქე თუ გამოიწვია. ლალი მაღლაკელიძის სახელზე. ქალბატონი ლალი. და ლაშამ იგივე სპაიდერმენმა ანუ შენმა ქმარმა შემთხვევით საპატრულოს მონაცემთა ბაზაში მოკრა ამას თვალი და ჩვენ მოგვაწოდა ყოველი შემთხვევისთვის. კოჯრის გზაზე? არა და ქალბატონმა ლალი მითხრა რომ თბილისიდან არ გასულან. რაში დასჭირდა თქვენ?
ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე მეორედ ცდილობს რაღაცის დამალავს. მოკლედ კიდევ ერთხელ უნდა გამოკითხო და რაც შეიძლება მალე. ახალი მეწყვილე ყავს? ო, კარგი ბიჭია. საზაფხია. გუშინ გადმოიყვანეს გორიდან. ესე იგი ორი გორელიებით, ხო ახლა ერთად? ო, ასე გამოდის. თბილად გაცვია? ო. თბილად მოცვია. წადი სახში ბიანი არის. ხო, წავალ. ხვალ რომელზე გაგაგუწო? როგორც ყოველთვის. კარგი. საყვარელად, დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდე. წავედი. მშვიდობიან მორიგეობას გისურვებ. თავს გაუფრთხილდი, კარგი? როდის მოხვედი? არც წავსულვარ. მიცემ მთელი ღამე აქ გაათენე? არა. რატომ მოხდა რამ? არა, უბრალოდ რა აზრი აქვს? სახში ვიждები კომთან თუ სამსახურში? კონდორის ამბავთან დაკავშირებით რას მეტყვი ახალს? საინტერესო ინფორმაცია მაქვს. საკმაოდ მდიდარი ადამიანი ყოფილა. აქვს ორი ვილა, ერთი ველინგტონში, მეორე ოქლენდში და რაც მთავარია რანჩო ზელანდიის სამხრეთში, მალბოროს რეგიონში. ყავს 5 მანქანა, 4 ექსკლუზიური მოტოციკლი და 2 ცხენი, ერთი შავი, მეორე ნაცრისფერი. ერთს ქვია სახელები დამოვიწყდა, თუ დაგჭირდა გავიხსენებ. ეს ყველაფერი როგორ გაიგე? ახალი ზელანდიის მეღვინეთა ფედერაციის საიტზე შევედი. აღმოჩნდა, რომ მისტერ კონდორი ფედერაციის მესამე ვიცე-პრეზიდენტი იყო. იქ ეწერა რამდენი ცხენი და რამდენი მანქანა ყავს? არა, იქ ეწერა, რომ ბატონი პიტერი თავის დროზე პარლამენტთან არსებული მალბოროს რეგიონის განვითარების კომიტეტში აგრარულ კომისიას თავმჯდომარეობდა. მერე? მერე ის, რომ ის კი უნდა იცოდე, რომ ადამიანი ასეთ თანამდებობაზე ინიშნება, აუცილებლად უნდა შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია. გამჭირე ხსაბაკი შევიდა და დეკლარაციას გაეცნა. მოკლედ, მისის კონდორს ძალიან გაუმართლა. მართალია დაქვრივდა, მაგრამ დიდ მემკვიდრეობას მიიღებს. ხო, თუ ბატონ კონდორს მანამდე სხვა მისები ან მისისები არ ყავდა. რა? ანუ სხვა ცოლ-შვილი თუ არ ყავდა საბა. კაი, დროებით. დიახ. შავი მერსედესი მყავს. მაგრამ რაც ქვეყნიდან ვარ გასული, ქეთაძის ჩემი შვილი. ალბათ ის დააჯარიმა პატრონმა. თქვენ არ გითქვამთ, რომ შვილი გყავთ? რა უნდა მეთქვა? ხალბატონო ლალი, სწორად გამიგეთ. საქმე ხო თქვენი მეუღლის მკვლელობას ეხება? ეკა საყვარელო. ვერ ხვდები რა კავშირშია ჩემი ბავშვი პიტერის მკვლელობას. არა, მე ეს არ მithქვამს, მაგრამ იცით რა, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ თქვენ ყველა დეტალი გაინტერესებთ. დიახ. მაგრამ ჩემ მდგომარეობაც გაითვალისწინეთ რა. მე პრაქტიკულად მარტო დავრჩი ჩემთვის უცხო ქალაქში. დიახ. სამწუხაროდ თბილისი უცხო გახდა ჩემთვის. გასაგებია, მე მესმის თქვენი. ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელიც ფაქტია, რომ ჩემი ქმარი აღარ არის. და მე რაც შეიძლება სწრაფად მინდა ჩავხედო თვალებში იმ ნაძირალებს, ვინც ეს ჩაიდინეს. ეს არის ფაქტი. ხო და ამაში თქვენი დახმარება გჭირდება. მე ვერაფრით ვეღარ დაგეხმარებით, მე ყველაფერი გითხარით. ხალბატონო ლალი. იცით რა, ეს თქვენი ვალდებულებაა ეკა. მათქმევინეთ. ჩემი შვილი. კეთა, გაიცანით. სასიამოვნოა. მე ეკა მქვია. ეკა დეტექტივია. პიტერი საქმეს იძინებს. რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან. ეკა მნიშვნელოვანი არაფერია. მანქანასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი მინდა დავაზუსტო. შეიძლება მანქანა ვნახო. კი, მაგრამ მანქანა აქ არ არის, ტავკიშია აგარაკზე. ისე იმ დღეს მაგარი გამიჩალეჭი. აღსგური. და კრიმინალისტებთან რო გამიშვი. მე რო გამაფრთხილე ქალბატონი კესარია იკითხეო. რა იყო მე რა მოხდა?
რა მოხდა? ჩემი კესო ქალბატონი კესარია? მე ძმაო, ეკამ რას დამაბარე ის გადმოგვეცი. მე თუნდაც ამყავდა ნახე, რა ვიცოდი ახლა მე. ძალიან კარგადაც იცოდი. რატომ ნერვიულობ, ლეიტენანტო? მე არ ნერვიულობ. მე ნერვიულობ სამაგიეროდ. შენ რა გაგჭირს? სად არის ეს ხალი აქამდე მეც აკყევი რა. არ გიხო დაწნარდი. ოხედავ ჯერ გვაქვს რა. გვაქვს რა. კესო გესმის ჩემი? გამომიერდით. დიდი მადლობა. რა კარგი სახლია. ძალიან მომეწონა. მაგრამ მარტო არ გიჭირს აქ ცხოვრება. რა თავიდან მიჭირდა, მაგრამ შევეჩვი. მუშაობ სადმე? ჯერ არა ვსწავლობ. დედასთან ხო არ აპირებთ ასვლას? კი, ვაპირებდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი როგორი იქნება ჩვენი გეგმები. რა კარგი ადგილია. პიტერი ალბათ აღფრთოვანებული იქნებოდა აქაურობით, არა? პიტერი აქ არ ყოფილა. არა? არა. როგორ ესეთი კარგი აგარაკი გაქვთ და არა მოგიყვანიათ? რა ვიცი, გადავდეთ და მე ეს ამბავით მოხდა. ქალაქ გარეთაც არ გასულხართ ერთად სადმე? არა. ეს ბუხარი მოქმედია? ზოგადად კი, მაგრამ მე იშვიათად ვიყენებ. რატომ? რა შეშის და ჩეხლა მიჭირს. გასაგებია. კარგი. დიდი მადლობა. შეიძლება ახლა მანქანა ვნახო. კი ბატონო. ჩხრაგას ვინ დაესწრო? სასტუმროს ადმინისტრატორი. და ნომერში ვინ იყო ამ დროს? კესო და დეტექტივის თანაშემწე თაბაგარი. მერე? რა არის აქ საერთო? ბევრი რამ. ჯერ ერთი ფოტოაპარატი საგულდაგულოდ იყო შენახული. მე სრულიად შემთხვევით ვიპოვნე. მეორე. რაღაც უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ კაცი, რომელიც ძველ თბილისში იმიტომ რჩება, რომ ფოტოები გადაიღოს, საკუთარ ფოტოაპარატს ნომერში ტოვებს. იქნებ მეორე კამერა ქონდა და ის წაიღო თან. იცით, თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ფოტოაპარატს სარკველი მოტეხილი აქვს. ალბათ ამიტომაც დატოვა ნომერში. კიდევ რა ღონისძიებები ჩაატარეთ ლალის ნომერში ქალბატონო კესარია? შემთხვევით თითის სანაბეჭდების ხომ რა ერთ ამ ფოტოაპარატიდან? კი, რა თქმა უნდა, ავიღე. მერე? რაო ანაბეჭდებმა, ვისი ვართ? აი, ყველაზე საინტერესო კი ეს იყო. ფოტოაპარატზე არც ერთი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. მას ეგ როგორ? აი, ასე აბსოლუტურად სუფთა იყო. კეთა, ეს ჩიპი მანქანაში ვიპოვე. უნდა ამოვიღო როგორც ნივთმტკიცება. ამოღების ოქმს ახლა მომიწერ ხელს. კი, რა თქმა უნდა, თუ საჭირო. საჭიროა.
დედა. მე ვარ. რა ხდება ეშველება რამე ამჩიებს? სტილო, ფუშველო, ძალიან არის დაზიანებული. სად ქონდა შენახული რა უბედურებაა ეს? შენახული არა საბა, სადღაც მანქანის სავარძლის ქვეშ იყო შეგდებული. მე რასო მიგდებული და მიჭყლეტილი შიპები და დისკები რომ მოგაქვს. არ შეიძლება ერთხელ წესიერი მომიტანო წყნარად ჩავდო და გაიხსნას. რა ვქნა, არ უფრთხილდებიან ამ სამხილებს. თან შესუსტად მაგიტომ ხარ აქ რომ ეგეთების გახსნა შეგიძლია, თორე გაკრიალებულ ჩემს მეც გავხსნე. არ შემარჩინა ხო? კარგი, შენი იმედი მაქვს, ხო იცი? ქალბატონო აიკა, ვერ ხვდებით რომ აცდენთ. კარგი, მე წავედი, შენ გააგრძელე, კარგი? აი, რა შემთხვევაში შეიძლება რომ ნივთს, რომელსაც ხშირად ხმარობთ, ანაბეჭდები არ კონდეს? ისევე ფოტოაპარატზე ფიქრობ, არა? ძალიან დამაფიქრა. ასე მე მაგალითად ჩემ მობილურს წამდაუწვი მწვენთ. შეიძლება ეხლა რომ შეამოწმო, ანაბეჭდები არ კონდეს. საერთოდ საინტერესო ვინ იყო ეს პიტერ კონდორი სინამდვილეში? რა ადამიანი იყო? ერთი რუსი მეზობელი მყავს. ვოვა. რაღაცით იმას გავს. ვოვას დალევა უყავს? კალები უყავს, მაგარი მოსუსია. შენზე მაგარი? სად მოვასწარი მოსუსობა ერთ. რაც ნინო მოვიყვანე ცოლად, იმის მე სხვა ქალისგან არც გამიხედავს. მართლა გეუბნები? ჯერა. ისე რამდენი ხანია რა ცოლი ყავს? აღარც მახსოვს, ასე მგონია მთელი ცხოვრება ერთად ვართ. რამდენი წლის იყავი მაინც? 17-ის. ნინო 16-ის. უბრალოდ პირველი ბიჭი რომ გაგვიჩნდა გუგა, მე მაშინ გახდა 17-ის. მე ერთმანეთს მიყვა, კატო, მე ტატო. მეგნიერი კაცი ხარ. კი. შენ რა მხედა? 15-ის. კაცი რა. და ეხა ჭირდება პატრონობა. რა იყო, ცუდი პატრონი ყავს? გაკო. ბავშვი 5 წლიდან უდედოდ იზრდებოდა. მამასაც რა 1000 ერთხელ ხედავს. ლელა როცა ხალი ყოფილებოდა ეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. აბატია სხვაგან წაგიყვანა. ესე იგი, შენ ამბობ, რომ პეტერმა ფოტოაპარატი გაწმინდა და შეინახა. ნუ უფრთხილდებოდა. ისე კარგად უფრთხილდებოდა, რომ სარქველი მოტეხა. არა, ეგ ორი ვარიანტია. ან როგორც შენ ამბობ, მეორე აპარატი ქონდა. ან ეგ შენი პიტერ კონდორი არავისაც არ გაუტაცია. ვიტერი არ ვიცი, მაგრამ ჩვენი ლეიტენანტი რომ გადაცებული, ეგ ნაღდია. გამოძიება არ ჭირდება. ესენი გაესწორა შენთან საქმეო. არა, ეჭვები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჯერ მაინც გადაჭერთ არაფერს თქმა არ შეიძლება. ესე იგი ეს ლალი მაღლაკელიძე ამტკიცებს, რომ რაც ჩამოვიდნენ, მას მერე ქალაქიდან არ გასულან. ხო ასეა. შვილს თუ კითხე ამის შესახებ? რა თქმა უნდა ვკითხე. ქეთაც ადასტურებს, რომ დედამისი და პიტერი ქალაქიდან არ სად გასულან. ვისა.
ხო გამოდის რომ ეს ლალი მართლაც ამბობს? არა, მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან ბევრი უზუსტობა და ტყუილია ამ საქმეში. დარწმუნებული ვარ, ლალი გულწრფელი არ არის. მაქალის გულწრფელობის იმედზე ვერ ვიქნებით. უფრო მეტი უნდა ვიაქტიუროთ. ვიაქტიურეს, ნუ მიგიშლის. ვაქტიურობ და ვამტკიცებ. რას? არა, უფრო სწორად ვერ ვამტკიცებ. ნუ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ დარწმუნებული ვარ პიტერ კონდორი არავის გაუტაცია. რა მეყვარს მიწო შენ როცა აქტიურობ. ლალის თუ არ ჩავთვლით, გამოდის რომ ამ საქმეში სხვა მოწმე არ არსებობს. არავის დაუნახავს როგორ გაიტაცეს პიტერ კონდორი. არც ის დაუნახავთ როგორ მოკლეს და არც ის საერთოდ თუ როგორ დამარხეს. ხო, მაგრამ შენ ნუ გავიწლება რომ ეგ ქალი თავის ფეხით მოვიდა პოლიციაში. მართალია, მაგრამ როდის? როდის? იმის მერე რაც ტელევიზიის სიუჟეტი გავიდა. გიორგი, რასაც შენ ამბობ, მაგას ყველა ვფიქრობთ. მაგრამ საქმეში გარდატეხის შესატანად ეგ საკმარისი არ არის. მოკლედ ჯერ მხოლოდ ვარაუდები გვაქვს, რომლებიც რეალურ ფაქტებს არ ეყრდნობა. გავხსენი. დავიდეთ. მოიცადე. ეს წავკის სისაგარაკია. აბა თბილისიდან არ გასულართო? ლალი მაღლაკელიძე. მკვლელობაში ეჭვმიტანელი სტატუსით უნდა დავაკავოთ.